კიდევ ერთხელ მოგესალმებით ბატონებო და მინდა გითხრათ რომ აგერ უკვე 21 აგვისტო გახლავთ და ჩვენ 14 აგვისტოსთან დაკავშირებით თუ გახსოვთ ორიოდე კვირის წინ სპეციალური გადაცემა ჰქონდა ბატონი კობაბენდელიანი ბრძანდებოდა ჩვენი სტუმარი ბატონი ნუგზარ კერესელიძე და ვისაუბრეთ იმ საშინელ დღეებზე რაც ხდებოდა 92 წლის ზაფხულს აფხაზეთში მე ძალიან დიდი სურვილი მქონდა რომ ფართო დისკუსია წარგვემართა და მე მაშინ მოუწოდე კიდევაც ჩვენი ეთერიდან იმ დროის იმ პარლამენტის მოწვევის დეპუტატებს რომ გამოგხმაურებოდნენ და გვესაუბრა იმ თემებზე ჩვენ დასაუბედროთ მარტო ბატონი ვახტანგ ყოლბაია გამოგვეხმაურა და გვესტუმრა და მინდა გითხრათ რომ აი დასანანია ჩვენთვის რომ ყოველ შემთხვევაში გამოსწორებული ანალიზი მინდოდა ხალხს მოესმინა რატომ იღებდა მაშინდელი აფხაზეთის უზენაეს საბჭო ესეთ გადაწყვეტილებებს რა შესტუმრები ქონდა ქართულ მხარეს დაშვებული რა აფხაზურ და ნებისმიერ შემთხვევაში ეს წაადგებოდა რეალური სურათის წარმოსასახავად და რატომღაც არ მოხდა ეს და მე ძალიან გამიხარდა გულწრფელად გეუბნებით რომ დაგვთანხმდა ბატონი ედვარდ შევარდნაძე აი ამ თემებზე სასაუბროდ ეს ჩემთვის სიურპრიზი იყო მოულოდნელობა და იმეც ვიტოვებ რომ თქვენთვისაც საინტერესო იქნება საქართველოს პრეზიდენტის ბატონ ედვარდ შევარდნაძის ხედვა იმ მოვლენებზე რა მოვლენებიც დღევანდლამდე მოყვება და სულ უარესი პერსპექტივა ექმნება აი ამ ჩვენს სივრცეს ჩვენს ქართულ სივრცეს ფაქტიურად უკვე რბილად რო თქვა საშიშროებაც არის რომ სხვა რიგმა მგონი ლათინურ ამერიკულმა ქვეყნებმა უნდა აღიარონ აფხაზეთი დამოუკიდებელ ქვეყნად და ყოველივე ამ საკითხზე მინდა შემოგთავაზოთ საუბარი ბატონ ედვარდთან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ბატონ ედვარდ ჩვენთან სტუმრობისათვის დიდი მადლობა მინდა გითხრათ რომ დაგვთანხმდით აი ამ ძიმე თემებზე სასაუბროთ ძალიან ბევრი ურთიერთგამომრიცხავი შეფასებები აქვს იმ პერიოდს ანალიზი არის ძალიან სუბიექტური ხშირად ძალიან ზედაპირული და ვფიქრობ საზოგადოებისთვის სასარგებლო იქნება თქვენი შეფასება ყოველივე იმისა რაც მოხდა 14 აგვისტოს რა უძღოდა მას წინ რა ხდებოდა შემდგომში მე დღეს გამახსენდა გეღარყარაშვილის ერთ-ერთი წერილი წავიკითხე აი იმასთან დაკავშირებით ეშერასთან დაკავშირებით მე ვიცი რომ მაშინ თქვენ რუსეთის პრეზიდენტმა დაგირეკა და დაჟინებით გთხოვათ რომ სოხუმში არ შესულიყო ქართული ჯარი რატომ მივედით აქამდე რომ აი ესეთი სიტუაცია შეექმნა რა რესურსი არსებობდა რომ რაღაცა დოზით ეს ამბავი განეიტრალებულიყო რა დავაკელით ჩვენ რა დაგვაკლოს ხوام და რა მოხდა საერთოდ აფხაზეთთან დაკავშირებით იმეც ვიტოვებ რომ ამომწურავ პასუხს გავცემთ ყველა კითხვას. გისმენთ ბატონ ედვარდ და კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით რომ გვესტუმრეთ. მადლობთ, მოგესალმებით ბატონო. მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. ჩვენს მაყურებელს. შემართლე გითხრა სრული თქვენთან მოსვლა და გამოსვლის თქვენი ტელევიზიით გამიშთა მას შემდეგ რაც მოусმინე ბატონ ვახტანგ ყოლბაია და ნიკო ორველაშვილს. კაი გამოსვლები იყო საქმიანი, თუმცა ბევრი დეტალები მაშინ არ მოხერხდა გარჩეული იყო და მე მართლა დავიბადა სურვილი დავიწყო სიმართლე ვთქვა, სიმართლე რა მოხდა, რა იყო, შეიძლება თუ არა თავიდან აცილება ამდენი უბედურების საჩვენე წავაგდით რა როლი შეასრულა რუსეთმა და ასე შემდეგ. სარებარო ბევრია მეგონი ძალიან არ შევზღუდავთ თუ რას გადავაჭერებ ფულს გადაიხდით. კი ბატონო თანახმაო ბატონო აი მე ძალიან კარგად მახსოვს ზაფხული 92 წლისა ასევე მახსოვს ბეიკერის ჩამოსვლა მახსოვს გაეროში ჩვენი მიღების დღე მიიღო თბილისში აი რა მოხდა ისეთი რომ აგვისტოში აი ესეთი გადაწყვეტილება მიიღო მაშინდელმა სახელმწიფო საბჭომ ვისი გავლენით იყო რა ხდებოდა ეგება გავიხსენოთ ერთად მე პატარა წიაღსვლა მინდა გავაკეთო ისტორიული რა თქმა უნდა წელი არ იქნება ძალიან მოკლედ
მე უნდა გავიხსენო რა ხდებოდა მე-20 საუკუნის ბოლოს რუსეთში ეს ეხება მე-18 საუკუნის ბოლოს, მე-19 საუკუნის დასაწყისს ეს დროა, როცა უბანის მთელი უზარმაზარი ტერიტორია, უზარმაზარი ველი ლამის როსტოვამდე დაკავებული ჰქონდა მთიელებს. კი. სტეპები მათი იყო. სტეპები მათი იყო. მათი იყო სტეპები და უბანის მიწა იცი რაც არის. და მაშინ ასეთი ის იყო პოლიტიკა რუსეთის ხელისუფლების რომ რაც მეც მიწა შეაგროვებ, მითო დიდია შეინქოანა, მითო რომ ძლიერი ხარ და ეკატერინეს დროს, დროს დაიწყო ექსპანსია. დაიწყო დარბევა, ამ ხალხის დარბევა და არეკეს ამ მიწებიდან ზოგი მოკლეს, ზოგი საერთოდ მოაცილეს იქაურობა და ეს მიწები გაათაესვნეს. მერე იქ ჩაასახლეს კაზაკები მე მგონი, ნაწილი რუსები, ნაწილი კაზაკები და უკრაინელების ნაწილი. ნუ ეხლაც ის ხალხი კარგად ცხოვრობს, სხვაშორის ჩვენი თურქი მეცხები რო არიან, რაღაც ჯგუფი იქ არის კიდევ. კი, ვიცი ეგ ისტორია. და არც იგლავენ თავს ჩამოსვლის ავთოს, იმიტომ კარგი მიწებია, კარგად ცხოვრობენ. მოეწყობენ კარგად, კი. მოეწყობენ კარგად, კარგ მოსავალს იღებენ. ხოდა ახლა ორი სიტყვით როგორ უყურებდა რუსეთი ამ მთის ხალხს. დიახ. ესე იგი როგორც წესი ეძახდნენ ველურებს. ახლა ამ მთის ხალხის დამარცხებაში ყველა მონაწილეობდა დაწყებული სუვოროვიდან გათხოვებული ტოლსტოით. კი, ეს ცნობილი ფაქტია. კი. ჩვენი გრიბოედოვის მონაწილეობდა. გრიბოედოვის მონაწილეობდა ძალიან ბევრი. თითქმის მთელი ინტელიგენცია და პუშკინის, ლერმონტოვის. სულ. ეს იყო სახალხო ლაშქრობა მთელი ხალხის წინააღმდეგ. რუსების, კი. მე ახლა გამახსენდა სუვოროვის ნათქვამი. სუვოროვი ერთ-ერთი ფრონტის სარდალი იყო. ახლა თავისთავად მაგარი ხალხმთავარი იყო და ველურებს ეძახდნენ. ველურებზე ტყვიას დახარჯავთ. იმუშავეთ ძირითადად ხიშით და ხმლით. ტყვიას დახარჯავთ. და ასე გაგრძელდა ეს შეტევები და მოლდობოლოს ეს ხალხი შეეღუჟა ამ მთებში. ახლა მე რაც მოხდა თქვენი ისით განსახლება, განმოსახლება, მოხაჯირობა იყო, ყველაფერი იყო. ხოდა სხვაშორის ტოლსტოიმ რომ რაღაცა ბატალიონი ყავდა. ხოდა ერთი ორი სოფელი დაიკავა. ხოდა მე სინერული ჯნობა დაეუფლა და დაწერა ჰაჯი მურატი. ბავშვობაში თქვენ წაიკითხავს, მე წავიკითხავ. ასავლება პროცესში. კი. აი ბატონო, მე ვიცი რომ აი მე-20 საუკუნის დასაწყისში თუ მე-19 საუკუნის ბოლოს აფხაზებს ეკრძალებოდა ზღვისპირას ცხოვრება. რუსეთი არ უშვებდა მას ზღვისპირას. არა მარტო აფხაზებს, საერთოდ მთის ხალხი და აფხაზები ითვლებოდა მთის ხალხად. გაასახლეს თურქეთში. ხაშურის სხვებთან ერთად იყო უბიხები, შედარებით რომ მაღალი კულტურის ხალხი, ჩერქეზებიც მიაყოლეს. ყველა თითქმის ყველა ჩრდილოკავკასიელი აფხაზების ნახევარზე მეტი გაასახლეს, ზოგი თურქეთში, მერე ზოგი სირიაში გადავიდა, ზოგი იორდანიაში, ზოგი ეგვიპტეში და ამ შემდეგ. ხოდა თქვენ მართალი ხართ რომ აფხაზებს უფლება ჰქონდათ
მის დარჩა დასახლებული იყვნენ სოხუმიდან 20 კილომეტრში. ქალაქ სოხუმში ვერ დასახლებოდნენ. ეს ძელდებოდა 10 წლების განმავლობაში. ეხლა აფხაზებს ეს რო უთხრა, ჭკვიდან შეიშლებიან, დაიწყებენ ფიზიკას, ასე არ იყო. ასე იყო, ისტორიული ფაქტია, ასე იყო და ბოლოს ეს მოხაჯირება დამთავრდა იმით, რაც უნდა დამთავრებული უბედურებით ამ ხალხების და ძალიან გითხარით უბიხები ერთი უბიხით არ დარჩა ქვეყანაზე. თქვენი ცეკას ძივნობის დროს აქ ცხოვრობდა ლოხვიცკი. მიხეილ ლოხვიცკი და მან დაწერა რომანი წიგნი, ძალიან კარგი გამოკვლევა იყო, უკანასკნელი უბიხი. მე მგონი პრემიაც მიიღო მან ამ წიგნთან დაკავშირებით, სხვა შორის მისი შთამომავლები ახლა მოსკოვში გადასახლდნენ, იქ ცხოვრობენ. ერთადერთი კაცი თბილისში ცხოვრობდა მაშინ. ეს უბიხი. ძალიან ისეთი ინტელიგენტური გარეგნობის იყო, ცისფერთვალება იყო. მე მახსოვს ეს კაცი. გახსოვს? მიხეილ ლოხვიცკი. გავხარი კაცი. კი, მახსოვს და საკმაოდ ძვიანი და კარგადაც კალამი უჭერდა. სხვა შორის კარგი მწერალი იყო. კი, კარგი მწერალი იყო. სულ ჩერქეზებს რა უბრალოდ 4.5 მილიონი ჩერქეზი გაყარეს თურქეთში. საშინელება იყო, მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ ბატონებო, ჩვენ ხარ გაგვისახლებია ისე. ჩვენ პირიქით სოლიდარობდით, მაგრამ ილია ჭავჭავაძე უწერდა, რომ ამოწყიტეს აფხაზობაო, რუსებმაო და იცავდა მთელი ქართული ინტელიგენცია იცავდა აფხაზების მოხაჯირობას. ეს ილიას დროს და კომუნისტების დროსაც აფხაზეთი იყო პრივილეგირებული ხალხი. ესე უნივერსიტეტი დაარსდა. შემდეგ სუბტროპიკული ინსტიტუტი დაარსდა, თეატრის ჰქონდა თავი. თეატრი იყო. და აფხაზური ენა არ ისწავლებოდა. რუსულ სკოლებში სწავლობდნენ ძირითადად აფხაზი ბავშვები და ჩემი ბრძანებით, ჩემი განკარგულებით აფხაზური ენის სწავლება შემოიღეს ყველა რუსულ სკოლაში და ქართულ სკოლებშიც მე-4, მე-5 კლასამდე აფხაზური ენას ასწავლიდნენ. სხვა შორის მე მახსოვს 78 წელს, როდესაც თქვენ ჩახვედით იქ მიტინგი იყო, დიდი შტვენა იყო ყველაფერი, თქვენი გამოაცხადეთ მაშინ უნივერსიტეტის გახსნა და თბილისში ძალიან ბევრი გაღიზიანდა, რომ რატომ მარტო აფხაზური უნივერსიტეტიო. გაუკვირდა კიდევაც ბევრს, რომ ესე დათმეთ. მე მგონი ეს იყო სწორი პოლიტიკა. ეხლა აფხაზებთან ადრე თუ გვიან ლაპარაკი უნდა დავიწყოთ. და ისტორიასაც გავიხსენებთ, რა იყო, რა გავაკეთეთ, მათ რა გავუკეთეთ და მათ საქართველოსთვის რა გააკეთეს. სხვა შორის თვითონ აფხაზების იყო ერთი დრო ადლეიბა იყო ასეთი. კი, როგორ არა ვიცი. პირველი პირი და იმართებოდა დღესასწაულები ინგურის ხიდთან. კი, ეს ვიცი, თქვენი მოწყობილი იყო ეს იდეა. ინგურის ხიდთან. კი. მოდიოდნენ აფხაზების, ცხენების, მარულების, მარულა იმართებოდა ცეკვა, თამაში, აფხაზური სიმღერები, ქართული სიმღერები. ეს 1-3 წელი გაგრძელდა, 4 წელი. მახსოვს ეგ. მე ადლეიბა დაიღუპა, გარდაიცვალა. ეს შეწყდა. თორემ მანამდე ნამდვილი ზეიმი იყო. ორი ხალხის ნამდვილი ზეიმი. ბატონებო, მესმის მე თქვენი რატომ ყვებით პრეისტორიას, უშუალოდ თქვენი ცეკას ძივნობის დროსაც იქ გამოსვლები იყო. აი 78 წელი მახსოვს, სხვა შორის მე მახსოვს 88-99 წელსაც იყო იქ გამოსვლები, მაგრამ აი დამოუკიდებლობის შემდგომ პერიოდში რატომ მოხდა ესეთი გაუცხოება მათი ჩვენგან? ბევრამეში ჩვენც ვარ დამლაშავე და როგითხრათ ვაფარდა აფხაზები ყველაფერში მართალი არიან, ტყუილი იქნება. ესე იგი ძალიან ჩამოთვალე რა გავაკეთეთ აფხაზებისთვის. და კიდევ ამ ჩამონათვალის გაზიარება შეიძლება. ესე იგი ჩვენ არ ვიყავით იმის ღირს, რომ აფხაზებს ასე შემოგვიგო ზურგი ჩამოვიგო ჩვენს კარტელებში. ხა ქონდათ ბატონებო ინფორმაცია შერეული ოჯახების რაოდენობაზე მაშინ? ძალიან დიდი პროცენტი, 53% იყო შერეული ოჯახები აფხაზეთში. 53% და ქართველობა მაშინ იმ დროისთვის ქართველობა იყო
49%. მოსახლეობის უმრავლესობა. 15% იყო აფხაზი. ხო, 15, 16, 17 სასახელო. რეალურად 15 იყო. 15 იყო. აი 15%-ში ყველა აფხაზ ოჯახში ქართველი ყავდა წევრი. ან დედა ყავდა, ან დეიდა, ან ბებია, ან ბიცოლა და აი რატომ მოხდა ეს? თქვენ რა სიტყვით, აი რატომ მოხდა ეს გაუცხოება? მოსკოვი მუშაობდა თუ არა? რატო გეკითხებით იცით? მოსკოვი მუშაობდა. აი 56 წლის ამბები რომ იყო, ხრუშოვმა მაშინ დაიქადნა იაგად ნავას ნატრაული აფხაზსახო. იყო ეს ფაქტი? აი შეაძლებელი მაქვს ხრუშოვის გამონათქვამი, ჟავანაძის გამიცა. ხო, ჟავანაძის დროს მოხდა ეს. ჟავანაძის დროს როგორ დაწერა ეს? ხო. მანქანაში იჯდნენ, ხო და ეს მოხდა მარტის მოვლენები რო იყო თბილისში. დიახ. ძალიან გაბრაზებული იყო ხრუშოვი და ჟავანაძეს ეუბნება რომ ქართველები თუ ჭკუით არ იქნებით, თუ არ მოიქცევით, აფხაზებს მოგისევთ. რა უნდა მოუსია ახლა 15% იმისები გინდა რა. და რუსი დაუდგებოდა უკან და ეგ იქნებოდა. ხაშოვის მე ერთ-ერთი ჩემი მეგობარი უშრებაში მუშაობდა, ჩამოვიდა. მაშინ რომ წერილები იწერებოდა, უამრავი საჩივრები. მოსკოვში იგზავნებოდა. მოსკოვში. ხო და ძალიან ახლო ურთიერთობები ჰქონდა. მე მგონი პოლკოვნიკი იყო რაღაცა. კაი კაცი იყო. ხო და იმან გამიხილა რომ ეს წერილებიო თქვენ რა გონიათო აფხაზები დაწერილია ხო? ხო რას. ჩვენ ხმარები თუ ჩვენ უწერთო და აი მე რა საინტერესო რაღაცა თქვია. აბა ეს მართალია რა სუსლოვი ფარველობდა და სუსლოვი აგულიანებდა მათ ყოველ 10 წელიწადში გამოსვლები მოეწყოთ. არა. ვიღაცა ფარველობდა. სუსლოვი არ იყო ამის კაცი. არა. სუსლოვი არ იყო ამის კაცი. ახლა შოვინისტი იმას ხო არნიშნავს რომ მან დამაინც აფხაზი დაჩაგრო. შოვინიზმის ელემენტები ჰქონდა მას. ისე პრინციპში სამართლიანი კაცი იყო. და საკმაოდ განათლებული. ვიღაცა ფარველობდათ აი ამ აფხაზებს ყოველ 10 წელიწადში რომ გამოსულიყო. აი იმის გავსი ხალხი როგორც იყო ხრუშოვი და როგორც აი ჟავანაძეს უთხრა რომ აფხაზებს მოგისევთო. ხრუშოვის გავსი ადამიანები ძალიან ბევრი იყო მაშინ კრემლში. და ისინი აქეზებდნენ აქეზებდნენ. აი 78 წლის ის გამოსვლები მე მახსოვს აშკარად ორგანიზებული იყო და აშკარად მოსკოვიდან იყო ინსპირირებული. მიგითხარით საღან ჩემი მეგობარი ჩამოვიდა და არ დაუმალავს რომ ეს ნახე წერილები ნახეთ როგორი სტილიაო. ხო სტილში ჩადაეტყობა. სტილი ნახეთო. აფხაზი ამას ვერ დაწერს. საოცრება. და ესე გამოწყდა რომ ჩვენი დაწერილია ჩვენი ნამუშევარია. აი მაშინ ეს მითხარით, აი თქვენ ჩამოხვედით თბილისში, ზაფხული არის, გაეროში მიგვიღეს, აი ხით და იმ რკინიგზის გამო აი კატასტროფისკენ წავედით ბატონ ედვარდ. ეკება საერთოდ დაგვეხუჭა თვალი იმ რკინიგზაზე და დაერბია სულ და დაერეცათ ის ვაგონები. აი ზურგი შეგექციათ ამ პრობლემისთვის. სხვაშორის ჩანაფიქრი იყო ძალიან მარტივი. მაშინ არც პარლამენტი იყო, არც სამინისტროები, იყო ერთი სახელმწიფო საბჭო. და როცა ჩამოვედი, მე არ ვაპირებდი თანამდებობაზე მუშაობას, რაღაც ამერიკაში ლექციებს ვკითხულობდი, ერთი $100,000 ვიშოვე, გავხსენი ფონდი და ფონდი დავაფუძნე. მე როცა გაიგეს, ახლა შევარდნაძე ჩამოვიდა, ზვიადი აღარ არის და მიიწვიეს სახელმწიფო საბჭოში. მე ევერჩია თავმჯდომარედ. ხო და ახლა რაში იყო საქმე მატარებელთან დაკავშირებით. მატარებელი სოჩიდან სოხუმამდე მოძრაობდა. მაგრამ იძახცებოდა ყოველ დღე თითქმის. და ზარალმა შეადგინა, მახსოვს ზუსტად ეს ციფრი 12 მილიარდი რუბლი. კი, მახსოვს ეს ციფრი, კი. 12 მილიარდი. და ასე გაგრძელებული იყო საქართველოს ყველაფერი ვეღვი და ვერ გავიხდით. ამიტომ შეიყვანეთ ჯარი. მაგრამ ჯარი რა პრინციპით შეიყვანეთ. ესე იგი გამოაცხადე რომ იქნება 3 პუნქტი გაცილებისათვის, ერთი სამტრედიაში, მაგრამ არა ქალაქში, არამედ რაიონში, მეორე სოხუმის რაიონში და არა ქალაქ სოხუმში და მესამე ლესელიძეში. აი ეს სამი ჯგუფი აცილებდნენ, უნდა გაეცილებინათ მატარებლები და
ამ ძარცვებისაგან თავი დაგვეხსნა. შემდეგ რა მოხდა? როცა მივიღე განაცხადება რომ ჯარი გავაგზავნოთ, ამ პოლიცია ვერ მოუვიდა ამ საქმეს. ეხლა კი ამბობ ზოგიერთი პოლიციის საქმე იყო და ჯარის საქმე არ იყო. პოლიცია ვერ მოუვიდა. და კიტოვანი იყო გვარდიის სარდალი. არძინბას ველაპარაკე, არძინბა იყო მაშინ პრეზიდენტი და არძინბა ამბობს რომ ნუ თანახმოვარო ჩვენ გვარდიასაც რაღაც პატარა გვარდია ყავდათ, იმასაც მივახმართ და ერთად გავაცილოთ. მაგრამ ვინმე ჩამოვიდასო და გვითხრას რა დეტალები აღგვიხსნავს. ხო და კიტოვანი იყო ახალციხეში ტანკები უნდა მიეღო. ой, რას ფორმირованია იყო დივიზიის, მახსოვს იქაური დივიზია. ჩვენი გადმოხსე 16 ტანკი მივიღეთ. ხო და კიტოვანმა დააგვიანა ცოტა 2-3 დღე დააგვიანა სანამ ჩავიდოდა სოხუმამდე და ამ დროს არძინმა ხომ თქო აი ვარ ჩამოვიდოთ დეტალებში გავერგოთ. სიგურა ვთხოვე და დაგაფრინდა. ჩავიდა, არძინმა დაემალა. და სწორედ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ამაზე გაამოხილა ყურადღება. მე ვთქვი რომ მე რო გაფრინდიყავ, მე ვერ დამემელებოდა მეთქი. 25 წუთიანი განათლებიდან მარტო ეს ერთი ფრაზა მიცეს. იციან ეს მონტაჟი ბიჭებმა. იციან. მაგრამ როდის ჩავიდა სიგუა? რატომ უფრო ადრე? სიგუა ჩავიდა მეორე თუ მესამე დღეს. მე გვიანი არ იყო. გვიანი იყო. ადრე ჩასულიყო 10 აგვისტოს ჩასულიყო 8 აგვისტოს. შეიძლებოდა, მაგრამ ნუ ახლა ამასაც მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარე იყო და საქმეები ჰქონდა. მაგრამ კიტოვანზე ადრე მაინც ჩავიდა. მაგრამ სიგუასაც დაემალა არძინმა. და დაემალა რა თქმა უნდა მე კიტოვანს. უცა კიტოვანი მიუახლოვდა ეს ქალაქის შესასვლელს და შესასვლელებში. სვაშორის მაშინ ელცინი ესვენებდა სოჩში. გონი ნათქვამიც მაქვს. არ მახსოვს რა გითხარით თუ არა. ელცინი ისვენებდა სოჩში და რო გაიგო რომ გვარდია მიადგა ქალაქის კარებს, ქალაქს დამირეკა. გაიურს ცეთავა ჰქონდა მაშინ. ედუარდა შესწვლაში უნდა შეიყვანო. სოხუმში შესწვლა არ შეიძლებაო. ახლა კიტოვანი მიადგა ალბათ იფიქრა რომ ეს სოხუმში შედის. მართლაც ასე იყო. ხოდა რატო არ შეიძლება მეთქი და სოხუმი ახლა ბოლოდრომი ჩვენი ქალაქია. რატო არ შეიძლება და იქ 2 ბატალიონია რუსეთის 2 ბატალიონი და მესაზღვრეები ჩვენი არიანო. ხოდა თქვენი შესვლა, თქვენი გვარდიის შესვლა ნიშნავს რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებას. ძალიან ისეთი განცხადება. დაურეკე კიტოვანს, ორჯერ დაურეკე. ვიცოდი რომ ახლა ხანში ასრულებდა, ხან არ შეასრულებდა, ხან ტყუილს გეტყოდა. ისე ცუდი კაცი არ იყო. და არც ახლა არის. ნამდვილად ყველა ვარც ვარა. შევიდა. მე მაინც შევალოთ, უთქვამს. მე ვონი გოგახაინდრაბა ესწრებოდა ამ საუბარს, გოგასაც დაურეკე, კიტოვანმა დავიწყება ისიც და შეახსენე მეთქი რომ სოხუმში შესვლა აკრძალული არ შეიძლება. და ისიც თქვა რა თქვა ელცინმა. და მე ჩაელაბარგა კიტოვანმა, რომ მე მაინც შევალო. შევიდა. აფხაზები აღარ იყვნენ. ერთი ეს ლორიკა მაშანი არ ვარ, ლორიკ მაშანი იყო, ისი ქალიშვილი ადა და კიდე ერთი 2 აფხაზი. დანარჩენი უყოლა გურაოსში გადაბარგდნენ. ხო და 16 თუ 17 იყო მგონი რომ შევიდა. 17 იყო. 17 შევიდა. აღარ მახსოვს. კი 17 შევიდან ახლა მახსოვს ეგრე. ხო და იქ სროლები არ ყოფილა, წინააღმდეგობა არ ყოფილა სოხუმში. არა. აი თქვენ 2 ბატალიონი ბრძანეთ, ისინი მაიაკთან იდგნენ და მათთან შეხლა შემოღლაც არ ყოფილა. არა. დაგერეკათ მე ელცინთა და გეთქვა, აი ის მოხდა ყველაფერი. ეხლა ელცინს ამდენჯერმე დაურეკე მერეც
კი, უკავშირდებოდი. კი, უკავშირდებოდი. და სანამ როცა განსაკუთრებით ესინგეში რომ შევედით, მე ელციდან ურთიერთობა ძალიან გაადვილდა. თითქმის თვეში ერთხელ ხდებოდით და საუბრობდით აქაური, იქაური რაღაცები საქართველოს ამბებზე ძალიან მხარს გვიჭერდა და მე რაღაცა გაბოროტდა. მე შეიცვალა. შეიცვალა ხო? 17-ში, 18-ში ძალიან შეიცვალა. შეიცვალა? მე მგონი რაღაც ფსიქიკური რაღაცები დაეწყო, ლოცავდა. ესე იგი, თუ მოასწრებდი, ერთ საათამდე შეხვიდოდი, საქმიანსაკის გაარჩევდი. 11 საათის შემდეგ იყო გალაშილი მფრალი. რა სირცხვილია რუსეთს? ხოდა? რა სირცხვილი. ელცინი ამბობდა რომ почему водка не холодная? ესეც საჯარო საუბრობს. საჯარო საუბრობს რაღაც. მე სანაცვლო დუმა მოითხოვა ელცინი განადგომა. უკვე აუტოპი იყო. ეს მახსოვს კი. თავშედა თელსოფლიოში. რა მოხდა ახლა? ამ დროს მოსკოვში არის პუტინი. პუტინი გავიცანი პეტერბურგში. თქვენ ადრე იცნობთ. ადრე საბჭაკის დროს იყო მისი თანაშემწე. და ლექციებს ვკითხულობდი და პუტინი მომაგრა საბჭაკმა. ეს კარგი ორგანიზაცია გავუკეთა. მე პეტროგრადში პირად ურთიერთობა ჰქონდა. მე არიცოდი. მე საბჭაკი გარდაიცვალა. ძალიან ჭკვიანი კაცი იყო, ძალიან განათლებული. რო დაღუპული იყო, მეგონი პარიზში გარდაიცვალა. რო დაღუპული იყო, პრეზიდენტი გახდებოდა. და შემდეგ ამას რა მოყვა. როცა საბჭაკი გარდაიცვალა, პუტინი დარჩა მარტო და წავიდა მოსკოვში. ჩავიდა მოსკოვში, რაღაც თანამდებობაზე დანიშნეს. მე ნელა დაწინაურდა. მე ელცინი გაიცნო, უბრალოდ ელცინმა გაიცნო. ძალიან მოეწონა და დანიშნა პრემიერ-მინისტრად. მე ელცინი როცა გალოთდა და ავათი ონა, ნამდვილად ყოველგვარ სირცხვილია ბატონო ედუარდ, რა თქვათ ეს სუგაბრაზდებია იცით ბატონო ედუარდ, პატარკაშვილის საუყარია პეტერბურგიდან მოსკოვში პუტინი. ეს ნამდვილად ვიცი რა. აი მიხმარებია პუტინს მოსკოვში გადასვლაში ბადრი. ბადრი ბევრ საქმეს აკეთებდა. კი, ძალიან. და სხვა შორის ბადრი მე ჩამოიყვანე თბილისში. მე კი მახსოვს 99 წელს. 99-ში და სხვა შორის პუტინს უთხარი კიდეც. პუტინს არაფერს არ უმალავდი. რაც ვაკეთებდი, ანგარიშობარებდი. ხო და ერთი თქვენი ძებრი მე წავიყვანე მეთქი საქართველოში. ესე უთხარ. ველია ბერეზოვსკიო. უი აგა. მე ვთხარ ბერეზოვსკი აშუაშია კაცო. პატრგასიშვილი მეთი. ბადრიო? ბადრი ხაროში. ხო, მეგობრობდეთ. მეგობრობდეთ კაცო. მეგობრობდეთ. ხო და პეტერბურგიდან მასა უყვანია. როგორ აიცი? ბადრი ფარველობდა ტელევიზია და თელ ჟურნალისტიკას. დიდარი კაცი იყო, ფული ბევრი ჰქონდა და ერთხელ პუტინმა ასეთ რაღაც მოიგო. თათბირს ვატარებო. არ ვიცი რა შეიძლება ზედმეტია ამას რო ყვები. არა, პირიქით. თუ გინდა ამოიღეთ მე. არა, როგორ პირდაპირ ეცერია, ბატონო, როგორ ამოვიღეთ. ხო. ამ ყველაფერი შეიძლება. დიახ. პუტინს უთხარი. პუტინი მეუბნება რომ ერთხელო შემოვიდა ბერეზოვსკიო, თათბირს ვატარებო. დიახ. არავინ არ განძრეულაო. ხო და ბადრი მე 2 წუთი 3 წუთში შემოვიდა ბადრიო. სახელით ამოვიდა. ბადრი შემოვიდა, თელი დაბადა ფეხზე წამოიჭრა. კარგით არ გადა. ესე იგი ყველას ეხმარებოდა, ყველას ფიქრობდა ქართველები, რავაც ხის ქვეყანაში, რავაც. ბატონო, ძალიან დიდ პატრიოტებს ფანტასტიკურ ადგილას გავჩერდეთ. ძალიან საინტერესო ფაქტებს ხედავთ. რეკლამა გამექცევა და მოდით რეკლამა გავუშვა და გავაგრძელოთ საუბარი. რეკლამა ბატონებო ჩვენს ეთერში. აი ბატონო ედუარდ შევარდნაძე გახლავთ საქართველოს პრეზიდენტი ჩვენი სტუმარი და ფანტასტიკურ ადგილას გაგაჩერეთ ბატონო ედუარდ მაპატიეთ
თქვენ ბრძანეთ რომ ბადრით მიმართავდა თქვენთან საუბარში პუტინი ამ ადამიანს და აქებდა. გაგრძელეთ რა ძალიან გთხოვთ ძალიან საინტერესო. მე მოხდა ის რომ ბადრი დამთავრდა და ჩამოვიდა საქართველოში. თქვენ თხოვდით რომ ჩამოსულიყო? მე ვთხოვე. კი. მე ვთხოვე და პუტინსაც შევთანხმე. ხო და სხვაშორის ბადრიმ ძალიან ბევრი საქმე გააკეთა. მისი შეცდომა ის იყო რომ პრეზიდენტობის კანდიდატობას აიძულეს ეს. აიძულეს და დახმებით მე. გამოაცხადა მე სადღაც შეხვედრაზე რომ პრეზიდენტად იყრის კენჭს. მე დამთავრდა იმით რომ მოუღეს, მოკლეს. დარწმუნებული ვარ. ეგეც და ჟვანიაც ერთი და მეორეც. საოცრებას გვიყვებით და მაინტერესებს ეს მე არ მომისმენია ბატონებად მე სისტემატურად ვკითხულობ თქვენს სტატიებს და ეს მე არ წამიკითხე არსად რომ თქვენ პირადი ურთიერთობა გქონდათ პუტინთან როდესაც იმაში პეტროგრადში ლექციებს კითხულობთ აი დილიდან საღამომდე დაყვებოდათ ეს ადამიანი კი ორი დღე ვიყავი ლენინგრადში მაშინ პეტერბურგში ხო ორი დღე ვიყავი არ მოცილებია ერთად სადილობდით მე ვახშმობდით ერთად საბჭაკთან ერთად გაგიცხოთ საბჭაკთან თქვენ მეგობრობდით მე ვიცი კი აი ეს არის ფანტასტიკური სიტუაცია როდესაც ერთი ქვეყნის პრეზიდენტი და მომავალი პრეზიდენტი მეგობრულ ურთიერთობაში იყვნენ და ახლა ნაბატია და დაქვემდებარებული იყო თქვენდამი რადგან საბჭაკმა მოგიჩინათ აშკარად თქვენ მასზე გავლენა გექნებოდათ აი ეგება მაქსიმალურად შეგძლებოდათ, უნდა შეგძლებოდათ რომ აი ეს ადამიანი თქვენი გავლენის ქვეშ ბოლომდე ყოფილიყო და აი მაქსიმალური შედეგი მიიღო ქვეყანას. აი აფხაზეთ ხო დავკარგეთ საშილად და საზღვრად გამოყარეს ქართველები. მე აქ იყო ბატონი ვაჟა-ლორთქიფანიძე და ბრძანა რომ 99 წელს ძალიან საინტერესო ფაზა იყო მოლაპარაკებებისაო და მე მგონი პუტინის ახსენა მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო პუტინი. აი ძალიან ახლოს ვიყავით თურმე კვანძის გახსნასთან დაკავშირებით 99 წელს. თქვენ რაღაც ესეთი პირადი კონტაქტებით და რაღაცებით რაღაც დიდ დათმობებზე მოკავდათ რუსები. მართალია ეს ინფორმაცია? ესე იგი, ვაჟა მართალია ვეთანხმები 99-ში მომწიფებული იყო სერიოზულად, მაგრამ ყველაფერი აურია. როგორ იყოს რუსეთის გენერალი? მაშინ არ მახსოვს რომელი გენერალი. მეტყვი ახლა. და ისე გენერლების დონეზე წყდებოდა ეს პოლიტიკა? მაშინ ვინი იყო თავდაცვის მინისტრი? როდიონოვი იყო ერთ-დროს იქ მაშინ ეს როდიონოვი მახსოვს მაგრამ თავდაცვის მინისტრიც იყო მერე იყო აი ეს შეგეთ ახლა ეს შოტნაი პალატის დირექტორი როა ისიც იყო შავიშვილი ჩვენთან იყო და იქ რუსი დამავიდა იმ კაცს გვარი ისიც იყო თავდაცვის მინისტრი იყო მე წინააღმდეგი აი პუტინთან თქვენ პირადი კონტაქტები გქონდათ პრემიერ-მინისტრი იყო 99 წელს უკვე პუტინი და პუტინი როგორ იყო იცი პუტინი ძალიან გაურბოდა ჩემთან შეხვედრებს ეშინოდა რომ რაიმე ის არის ხო აჭარაში მაგალითად ორჯერ იყო ჩასული ხო ხო და მე სოხუმში 2/3 ჩემი დროის სოხუმში ვიყავი მაშა ხო თვაშორის იქ მინდა გაახსენო რომ გუმისთაროვანი მდინარე გუმისთარზე 3 ბატალიონი იდგა მაგარი ბიჭები იყო ძალიან ერთი ბატალიონი იყო ფუნიგლორზე 93 წლის სექტორში დიახ ხო და იმდენად ძლიერები იყო რომ აფხაზები გადავრეკეთ ახალი ათონს იქეთ მარტში ხო მარტში ხო და შემდეგ მოხდა გაუთვალისწინებელ რაღაცეები შრომიდან დაიძრენ მე სექტემბერში ესენი მე რა მოხდა იცი გრაჩოვი გენერალი გრაჩოვი ახლა გავახსენდა გვარი გრაჩოვი იყო გრაჩოვი გაურბოდა ჩემთან შეხვედრას ერთხელ მიეკავს ეს მოლოდელი ზარი იყო მიეკავა დაგომისში ვარო და ჩამოდიო მოვილაპარაკოთ რაღაც საქმე აქვს სერიოზულია
ჩემთან იყო გია ყარყარაშვილი და ირაკლი ბათიაშვილი. მე მგონი თქვენ ერთფრენით გაფრედით არა? მე სოხუმში ვიყავი და ერთფრენი გამოვიყენე. ერთფრენით გადაფრედით ეს მახსოვს. ხო და რო ჩავედით რაჩომა რა გითხრა ერთი დივიზია კიდევ უნდა შემოიყვანო სოხუმში და იგურის ნაპირებამდე უნდა მივიდეო. ხო და მე მოვბრუნდებითო და სოხუმს გავათავისუფლებთ. ახლა იგურამდე რომ მივიდო და მე სამეგრელო რაღაც არ შევოდა. საფრთხის ქვეშ ავარდებოდა ეს ტერიტორია. ზუგდიდი, ფოთი და სხვები და სხვები. ხო და ეს რო გაიგეს ამ ბიჭებმა კითხენ რა იგურის ნაპირებამდე უნდა მიხვიდეთო? კიო დაუდასტურა. ერთმა და მეორემაც გააკეთა გაცხადა გადადგომაზე. პროტესტის ნიშანი. კი მახსოვს. ბავშვები კაი ბიჭები იყვნენ და ახალაც კაი ბიჭები არიან. ერთი და მეორეც. ორთავი მაგარი მეომარი იყო. ხო და მე რაჩოვი მოეშვა თავის მოსაზრებას გადაიფიქრა, მაგრამ რაჩოვი მაინც დარჩა იქა და მე რა იყო ახლა ძალიან საინტერესო ამბავი. ჩვენ განაწილებული ვიყავით გაგრა როგორ დაიკარგა. საშილად. გაგრის დაცვაზე პასუხს აგებდა ჯაბა იოსელიანი. ხო და ელცინი მირეკავს, ელცინი იყო მაშინ. ელცინი მირეკავს რომ როგორ ფიქრობთ არ მოვიდა დრო მიდაამთავროთ აფხაზეთში. მე ვთქვი რამდენი ხანია დრო მოვიდა, მაგრამ თუ მზად ხარ ეხლავე ჩამოვალ. ჩამოვიდა და მოელაპარაკოთ. დაუძახა ყველა ჩრდილო-კავკასიის ლიდერებს. 3 სექტემბრის თუ 2 სექტემბრის. თარიღი აღარ მახსოვს. სულ დაუძახა. სულ დათანხმდა რომ ომი დაამთავროთ. აძინდა გაჯიუტდა. ელცინმა მოგიდა ხელი, გაიყვანა გვერდით. რაღაცები ელაპარაკა და მე შევუბრუნდნენ და ელცინმა გამოაცხადა რომ ლალეცლავ გრიგორიევიჩ тоже согласился. ეს დათანხმდა. ეს მახსოვს, ხელი რო ჩამოგართმევინეს. ხო, ასე. ადრე მოგვატყულეს მაშინ აფხაზებმა. ხო მოგვატყულეს. რუსებმა მოგვატყულეს. აი გამარჯვეთ, თქვენ ინფორმატორები ყავდათ მოსკოვში, იმიტომ რომ ხელშეკრულებიდან 2 სამკვირველი დავკარგეთ გაგრა. ესე იგი, თან მირზე მშვიდობაზე წამოდითო და თან აქეზებდნენ აფხაზებს რომ გაგრა აეღოთ. გაგრა როგორ აიცით, გაგრაში ჩვენ ჯარი იყო, მაგრამ როგორც გამოაცხადდა რომ ომი დამთავრდა, ეს ხო რეგულარი ჯარი არ იყო. ესე მოხალისე პატარა ბიჭები იყვნენ და რაღაცა თოფები ჰქონდათ რაღაცები და როგორც გაიგეს ომი დამთავრდა, სულ ყველა მაიკა გუდანაბადი და წამოვიდნენ სოხუმისკენ. ესეთი არ ორგანიზებულობა იყო. ძალიან დიდი. არ იყო ჯარი. ჯარი არ იყო გასაგები არა. პატურედوارდ აი აქ ნუგზარ კერესელიძემ კასეტა მოიტანა, უნიკალური მასალაა. საწყალის ჟიული შარდავა პასტუხოვს ამუნათებდა აეროპორტში. ვერტფრენით დაეშნა და მერამდეჯერ უნდა მოგვატყულოთ რუსებმაო. ხო დავდებითო ხელშეკრულებას სოჩაში, რატომ დაარღვიეთ საზავო პირობებიო. აი რატომ დაუჯერეთ ჩვენ, რატომ ვენდეთ რუსებს და ძიმე ტექნიკა აფხაზეთ და რატო გადმოვიყვანეთ ფოთში. ეგება ამაზე ეს ამბავი მეგეთოს როგორ იყო. დიახ. გაგრა ხო დავკარგეთ ჩალ. მე მგონი აგვისტოს 27-ში მოაწერეთ ხელი სოჩაში. ვახტანგ გოგოაძე გაუშვით თქვენ, მე მგონი ზავით დასაწყისად. ჯაბა იყო იქაც. იყო გენერალი კონტრატიევი. და ჯაბა წავიდა წინამდეგი. რომ ძიმე ტექნიკა გაგვიყვანა. სწორი იყო ეს. ხო და რა თქმა უნდა სწორი იყო. მაგრამ მე კონტრატიევი ვარ რომ რატო ამბობ ვარსო ჩვენ ტოლები უნდა დავაბრუნოთ ჯარი თუ არ იქნება ისინი ვერ დაბრუნდებიან მე თვითონ წავალო ჩაუდგები სათავეში ამ ტოლებს და ჩამოიყვანო კონტრატიევმა თქვა კონტრატიევმა გენერალმა ხო და ნუ ახლა ჯაბა მირეკავს 100%-იან გარანტიას მადლობს ეს კაცი ხო და შენ თუ არა ხარ წინამდე მე ხელს მოაწერდა ძიმე ტექნიკას გადავაჯგუფებთ.
აი დამცავი მექანიზმები რაღაცა ხო უნდა ყოფილიყო აფხაზებმა ხო არ გადაიტანეს ტექნიკა იქვე ხო აფხაზებმა გადაიტანეს უდავმის ახალი ათონში დამალეს ჩვენ დავმალეთ ერთი 10-15 ტანკი ასე ყოფოდა 10 ტანკი არ ყოფოდა იცი რომ თქვენ მოგონი წამალაშვილი იყო ერთი მან დამალა ერთ ტანკი ვიღაცის იმაში გარაჟში არ უნდა მოხდარიყო ხელი არ უნდა მოგვიწერა იმ დოკუმენტზე მე მართლა წავიდა ეს კონტრაქტიები და ერთი 200-300 კაცი შეგრიბა ტორილები და ნახევარზე მეტი დაში დაეფანტა არენდენ არ გამოყვან ჩვენ ფაქტობრივად სოხუმი დავკარგეთ იმიტომ რომ ძიმე ტექნიკა არ აქვს განგვაიარაღეს რუსებმა და მე შემოიჭრნენ ჩვენ განვაიარაღეთ ჩვენ თვითონ თუმცა უნდა გითხრა რომ რაღაცა 10-15 ტანკი მაინც შევინახეთ ის იგი გარშემოსავლებში ვიცი მაგრამ ეს ვერ გაატეხდა სიტუაციას артиლერია არ ყავდა артиლერია არ იყო ტანკები საკმარისი არ იყო ჯარის განწყობა ცუდი იყო როცა იწყება წაგების პროცესი ეს მერე გადაედება მთლიანად ჯარს ეპიდემია სოვიეტაა ეხლა ერთი რაღაცა უნდა გითხრათ რომ ჯერ კიდევ სოხუმში ვარ და ამ დროს ჩამოვიდა გამსახურდია ზვიადი ჯერ ზუგდიდში მერე ოჩამჩირეში და თურმე ეს ბიჭები გუმისთასთან რო იდგენ და ფუნიკულორზე სულ ყველა ზვიადისტი ყოფილა მისი მომხრეები მაგარი ბიჭები იყო იბრძოდნენ მაგრამ როცა ზვიადმა უბრძანა ჩამოდით ოჩამჩირეში დილ გავედი ადრე გავდიოდი 6 საათზე და დილ ჩამოვიდი ბატალიონი დავდიოდით ფრონტზე კაცო ადრე გავდიოდი ხედა არც ერთი ბატალიონი ადგილზე არ არის ერთ-ერთი ბატალიონი იყო სკოლაში მე 52 სკოლა იყო ის იყო ის არ არის ხო და მე მოვედი ისევ შტაბში რა უნდა ვქნათ ხო და მაშინ გიაღარაში უნდა თქვა რომ წავალ იქ ნასტომი ბიჭები მყავსო და გადმოიბირებ წამოიყვანო ერთი 20-30 კაცი შეაგროვა მეტი არა ეს კინტოფილა გინდა როფელა მე მგონი 5 ტანკი გადმოიყვანა იქიდან რაღაცა გადმოიყვანა რა ხო სიტუაციას ვერ შეცვლიდა რა ვერ შეცვლიდა რა სამზუხაროდ ვერ შეცვლიდა ზვიადი რო არ ჩამოსულიყო ოჩამჩირეში რო არ ჩამოსულიყო ზვიადი მაშინ სულ სხვა სიტუაცია იქნებოდა არ დავკარგავდით ხო მე მგონი არ დავკარგავდით აი მოდით შევაჯამოთ ის პერიოდი ფაქტიურად ეს რუსეთმა გააკეთა დასუსტებული ქვეყანამ არალეგიტიმური ხელისუფლება და იფიქრა რომ სავაჭროდ მექნება ეს პოზიტი და მექნება მე დღევანდელი გადასახედი და რასაც უყურებ პრინციპში იმპერიალისტური ქვეყანაა და თავისი გაგებით თავისი სამხრეთის ფლანგების გამაგრება უნდოდა მაგრამ მე სადღაცა მოვისმინე რომ აი ყოველთვის რადგან ხრუშოვმას უკრაინას მისა ირიმი აი სავაჭროდ მე ქონდა ხრუშოვს რომ აი სამაგიეროდ რუსეთს მიუერთებ აფხაზეთს აი ესეთი ვერსია მახსოვს თქვენ იცით ამ ვერსიის შესახებ რამე იყო ასეთი ვერსია მაგრამ ზუსტად ვერ გეტყვი რომ ნამდვილად ასე დიდი ინტერესი ქონდა მოსკოვის აფხაზეთისადმი ეს სოხუმში გადააინტერესა საქმე როცა ყირიმი დაიკარგა რუსეთისთვის მე მგონი ის სქემა მუშაობდა მაშინ თავარი ამოცანა რუსეთის იყო შავ ზღვაზე გასასვლელი სიმცე ქონოდათ ხო ხო და აი ახლა რო შევიდნენ პირველი დაიწყეს ეს არის ოჩამჩირეს სამხედრო ბაზა შეიძლება ორი ბაზა შენდება ხო უნიკალური ადგილია ოჩამჩირე ბაზა მარტო ზარბაზანი და ის ტყავშვილი ხო არ არის იქ ოჯახები ჩადიან დასახლებიან ოჩამჩირის სამხედრო ბაზა იყო წყალქვეშა ნავების ბაზა და აკონტროლებდა ხმელთაშუა ზღვის სერიოზულ სივრცეებს აი მე მგონი მათი გეოპოლიტიკური ინტერესი ბოლო 30-40 წელი იყო რომ საქართველოს როგორმე გამოგვლიჯოთ ეს ტერიტორია და წაგვართვეს აი პირწმინდა და უნამოსოდ წაგვართვეს ჩვენი ბედოვლათობით თუ ჩვენი უნიათობით დავკარგეთ 93 წელს შაშა გაგვიფორმეს საერთოდ საშინელება თქვენი აი სხვა შორის სანამ მე ვიყავი
და პუტინთან ურთიერთობა ეს მქონდა. ფაზა მინდოდა ეს 99 წელზე რაღაცა საიდუმლო შეთანხმებები თქვენ გქონდათ პუტინთან. სოჩი შეხვედრა ძალიან მაინტერესებს. ეს არ ამბობ თქვენ ბოლომდე სიმართლეს და რაღაცა დიდ დათმობაზე მოდიოდა თურმე პუტინი თქვენთან. პუტინი დათმობაზე მოდიოდა, ესე იგი, ერთი გალითრანი ჩავავარა. დააკანონა გალში ქართველების ცხოვრება. ჯერგენია დაითანხმა მაშინ, მგონი ანდრი ჯერგენია იყო იქ სოჩაში თქვენთან ერთად. ვიღაც აფხაზი იყო, მგონი, ხო, ანდრი ჯერგენია. შეიძლება იყო, მაგრამ ახლა პუტინმა გადაწყვიტა მაგას. ისედაც ხო იყვნენ გალში ქართველობა. სოჩამშილეზეც გებრძოლათ იქ სოჩაში. პუტინმა სხვაშორის თქვა, რომ ეხლა გალით შემოვიფარგლოთ. და შემდეგში ოჩამჩილეზე ვილაპარაკეთ. თარიღი მოგეთხოვათ, როდის თქო 6 თვეში, 7 თვეში, 8 თვეში შეგევიმცირებინა. იყო ლაპარაკი ახლა ყველაფერზე ხო. ჩვენ არ აქვთ სიმართლე და გითხარით კი რაღაცა ძალიან დიდი სიმართლე არ მომოგას. ბოლომდე არ აქვთ სიმართლეს ალბათ, მაგრამ სოჩის შეხვედრა გადაწყვიტა მეგორი ნოემბერში თქვენი ესე ვთქვათ ჩამოცილება ხელისუფლებიდან. რაღაცა საიდუმლო შეხვედრა იყო იქ და საიდუმლო ის ხელშეკრულება არ არსებობს, მე ვერ ვიპოვე ვერსად. მაშინაც საიდუმლო იყო ახლა. გალის რაიონი ჩვენი იყო და შემდეგი ნაბიჯი უნდა ყოფილიყო ოჩამჩილე. აი ეს თქვა პუტინმა. სანაცვლოდ რაღაცა არსებობს დოკუმენტში არ არის შეტანილი. არ არის შეტანილი, აი უცნაური ესე ზეპირად არ ხდება. რაღაცა საიდუმლოდ მოხდებოდა იქ რაღაც გარიგება. როდისმე ალბათ იტყვით. ბატონო, მე მაპატიეთ, ახლა რეკლამა რო არ გავუშვა, მომხსნიან სამსახური და მოდით გავიდეთ რეკლამაზე და გავაგზავნოთ სოჩის. შენ მოხსნანდა მედი. მეც მოხსნა რა უშავს. რეკლამაა ჩვენს ეთერში. ბატონო, შევანაზე გახლავთ ბატონებო, ჩვენი სტუმარი ძალიან საინტერესო ფაქტებზე საუბრობდა. მე მართლა ვფიქრობ, რომ მეშინია სულ რაიმე ესეთი მნიშვნელოვანი არ გამოვტოვა, იმას ვიწევებ, რომ გაგებით მოეკიდებით. თუ კი ვინმეს გსურთ კონკრეტულ რომელიმე ფაქტზე საუბარი, ეგება SMS-ები გამოაგზავნოთ. მე ინტენსიურად ვკითხულობ და შევეკითხები თქვენს გზავნილს ბატონ ედვარდს. ბატონ ედვარდ, მაინც არ შემიძლია არ გავიხსენო ვაჟალოთ კიფაინძებს სენსაციური რაღაცები თქვა ჩვენს ეთერში, აი შოკი გამოიწვია ძალიან ბევრში, ასობით ადამიანი მირეკავდა. აი, როდესაც პრემიერ-მინისტრი იყო და დღე-დღეზე გახდებოდა პრეზიდენტი, ძალიან დიდი მონდომება იყო თავად პუტინისგან, რომ მოეგვარებინა საქართველოს პრობლემები. იყო ძალიან დიდი ხელშეწყობები, თქვენ კი მინიშნებით თქვით, რომ გრაჩოვი იყო წინააღმდეგი, მაშინ არ ქონდა იმ გრაჩოვს დიდი გავლენა, მაგრამ ერთი მხრივ პუტინის სწორს აკეთებდა, რომ ფლანგებში სიტუაცია გაერკვია და რაღაც დიდ დათმობებზე მოდიოდა და სანაცვლოდ გთხოვდათ რაღაცას. თუ გნებავთ, მე ჩემი საინფორმაციო არქივს გაჩვენებთ. სანაცვლოდ არაფერს არ გთხოვდა, გარდა რკინიგზისა. ცოტა არა. სოხუმიდან სანდრედიამდე. და მე ერევნამდე. მე ერევნა. და რა თქმა უნდა, ირანამდე. რკინიგზა მუშაობდა. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ბატონო ედვარდ, დამეწუნეთ ჩემი საავტორო ეს არის. მე მაშინაც ვფიქრობდი, რომ თქვენი ესე თქვა ჩამოშორება ხელისუფლებიდან ამან გადაწყვიტა, რომ იყო მაშინ მოლაპარაკება 2002 წელს დაიწყო, საიდუმლო მოლაპარაკებები 2003 წლის გაზაფხულზე ფიქსირდებოდა, რომ თქვენ დაგეთმოთ რუსებისთვის, მიგეყიდათ ეს გასადენი მაგისტრალი და აი ამის შეეშვიდა ჩვენს ამერიკელ მეგობრებს და ხელი შეუწყეს თქვენს პენსიაზე გასვლას. მე ესეთი მაშინაც ხვდებოდი ამას, რომ იმ გასადენის ძალიან ეშინოდათ. მათ ეშინოდათ, მოდით გახსნილად თქვათ, რომ ირანის გაზი ევროპაში რუსეთის გავლით არ წასულიყო. პუტინს ეს უნდოდა და გითხოვდათ აფხაზეთს. თავისთავად ოსეთის მიწვევად მიპასუხა მაგ კითხვაზე. მაგრამ მანამდე მე მინდა ორი სიტყვა თქვა დევნილებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ რამდენიმე წელი წავიკითხა და ახლა ხალხი აღშფოთებულია. მე მინდა გითხრა, რომ როცა დავტოვეთ აფხაზეთი ჩვენ დასაუბედროთ, ახლა უამრავი ტოლილი იყო 300,000-მდე ქართველი ცხოვრობდა. ესე იგი, რის დაცლად შეიძლება ყველაფერი დავცვალეთ. წყალტუბო როგორ სკურორტი საერთოდ დავხურეთ. ივერია დავხურეთ. აჭარა დავხურეთ. ყველა სასტუმრო და არც ერთი კაცი უბინაოდ არ დარჩეილა. მე რა მოხდა ვერ გეტყვი, მაგრამ
ნუ ყოველ შემთხვევაში ყველა ვიცით რაც მოხდა. ბატონო ედვარდ, მე აი ლოგიკით ხვდებოდი რომ ცხოვრების სამხარზე თქვენ გინდოდათ რაღაცა დიდი დათბობით როგორმე დაგებრუნებინათ ეს ტოვილები და 99 წელს დაიწყო 2003 წლამდე გრძელდებოდა ეს პერიოდი. ეგ ეს პერიოდი შეგემოკლებინა და მიგეცათ რაღაცა ის გასადენი ჯანდაბას მაგასადენი და არა გასადენი არ იყო სადავა და სადავა არ იყო მაგრამ არა პირდაპირ არ იყო სადავა არა გასადენი იყო 3 ესე მილი იყო 3 ერთი იყო ბაქო თბილისი სუსა ეს კი მეორე იყო ბაქო თბილისი ჯეიხანი და გასადენი იყო შმიდა თბილისით ერევნამდე თბილისი ერზერუმი ეს სხვა არის მათ უნდა ჩრდილოეთ და სამხრეთისკენ მიმავალი გასადენი აძლევდით და არ მოხერხდა მას ვერ მოისრო ვიცი მედალიები შევთანხმდით რომ ერთი მილი გავიდეს რუსეთზე რომ დაგეწყრარებინათ რუსეთს და რუსეთი ამ დროს დაიწყო ჩეჩნებსა და რუსეთს შორის ომი ეს ადრე იყო მე გეუბნებით 2002-3 წელს იყო ესეთი ჟესტი რომ დაუბრუნოთ აფხაზეთი საქართველოს და გამოვართვათ გასადენი საერთო მოლაპარაკებები გასპრომსა და თქვენს შინოვნიკებს შორის მიმდინარეობდა ეს გაიგეს ამერიკელებმა გაგიზნენ გადაირივნეს და მოხდა მე ეგრე სასწავლო ეგ არ მახსოვს მე უფრო სხვა ბოლო დროინდელ გასადენებზე და ნავსოფლარზე ბოლო დროინდელზე კი ბოლო დროინდელი ამ ბოლო დროინდელ მილებზე სადავო არაფერი არ იყო ეს ჩემზე და ალიევზე იყო ძირითადად დამოკიდებული ეს თქვენი ისტორიული დამსახურება ორივე ადამიანის რომ გამოიყენეთ ჩეჩნეთის ომი და ეს გაგვიყვანედეს მართლა ისტორიული მონაპოვარია დამერწმუნეთ მარტო ეს გეყოფათ თქვენ და თქვენ გვარს რომ საქმე გაუკეთეთ საერთოდ კავკასიურ სივრცეს უნიკალურია იგივე სუბსის ტერმინალის ეს გეოპოლიტიკური აი ეს იყო არტერია და აი ამან უფრო დაგვაახლოვა და საქართველოს და კავკასიის საჭიროება შეახსენა ევროპას. აი ახლა რა ხდება? თუ ეხლა მოხერხდა რომ ნაბუկომ გაიაროს საქართველოზე. გაჭირდება. ზღვის ქვეშ იყოს. დიახ. თუნდაც ზღვის ქვეშ ხომ? იტალია უკვე წინააღმდეგია. გერმანიაც არ იკლავს თავს. ჩვენ ძალიან ცუდ სიტუაციაა. ყველაზე მეტი რესურსი აქვს საქართველოს. კი, გეტყვი. მაგრამ ბრძოლაა საჭირო. ვინ უნდა იბრძოლოს ახლა აგეთ რა ეკონომიკის მინისტრი აღარ აყვავს საგარეო საქმეთა მინისტრი თავმჯდომარე ხო გავს ბატონო თავმჯდომარე ოი დიდი გეოლოგია დიდი კარგით საბატონო ედვარდ სერიოზული საფრთხეები აქვს ახლა უყვართ ამ ბიჭებს გამოწვევებზე საუბარი საფრთხეა და მოჩვენ დამოუკიდებლობას რეალური საფრთხე მუქრება შეიძლება საფრთხე უნდა გადაგვაუთავოთ თქვენი ხედვა მაინტერესებს და მაყურებლისას საინტერესო იქნება დღეს ნაცია კრიტიკულ სიტუაციაშია რუსეთი უკვე საქართველოს კი არ აწევა უკრაინას ანგრევს უკრაინას შეჭამს რუსეთი ალბათ 6-8 თვეში რა უნდა გავაკეთოთ ვერ შეჭამს რუსეთს უკრაინას ეს ერთი მეორე რუსეთმა აღიარა აფხაზეთის ამ ჯუჯა რეგიონის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 12000 კაცს მე თვითონ გამოუთხარა თავის სიძლიერეს საფუძველი. მომავლესი საფრთხე შეიქმნა. თუკი აფხაზები ეს პატარა რეგიონი იმსახურებს 15000 კაციანი მოსახლეობა. 55000 აფხაზია. ჩეჩნებში არის 150000 ჩეჩენი. თათარსტანში რამდენია ეგერ? 4.5 მილიონი. თათარსტანში. ყაზახստანში ლეგეთ დაღესტანი 4.5 მილიონია და იქეთ კიდევ წავიდეთ თურქეთში რამდენი პატარა რესპუბლიკებია მუსულმანური რესპუბლიკები რატო გააკეთა მე ეს მედვედევმა გააჟღერა აი რატო აღიარეს თქვენი აზრი მაინტერესებს ბატონო რატო აღიარეს ეს იყო საბედისწერო შეცდომა არა მარტო საქართველოსთვის არამედ პუტინისთვის და რუსეთისთვის. საბედისწერო რუსეთმა საშინელება გაუკეთა თავი. საშინელება, აი, ნახეთ რა ხდება ჩრდილო კავკასიაში. ომია ფაქტობრივად. ნამდვილი ომია. ხო და ხვალდაძე თათარსტანში დაიწყება და ბაშკირეთში დაიწყება. ადრე უნდა მეთქვა და დამავიწყდა. იყო მოძრაობა სლავიანური სახელმწიფოს შექმნაზე. არ გამოვიდა ეს, ხო? ვერ იმუშავა. ვერ იმუშავა.
და კრავჩუკმა მაშინ პრეზიდენტი იყო უკრაინის, თავის საქმე გააკეთა, ჩაატარა რეფერენდუმი, დამოუკიდებლობას უღარ აკენჭიდა, მიიღო დამოუკიდებლობა, ასე მესამე პირი გამოეცანა. ხო და ეს ორი დარჩა მარტო და ორმა ვერაფერი ვერ გააკეთა. ბატონებად, ჯანდაბა სლავებს რა მინდა და მეკითხა შაშა სექტემბერში მაისე გამიხარდა რაღაც ვიფიქრე რაღაცას მაინც მოვეჭიდოთ ქართველები მეტი. თქვენი ძველი კოლეგა და მეგობარი გორბაჩოვმა თქვა რომ აიგებო იმუშაოსო იდეამ კონფედერაცია მოეწყოსო საქართველოსშიო და ამით რუსეთით სახე შეინარჩუნებსო და აი კონფედერაციული მოწყობით ისევ საქართველოს ტერიტორიულ სივრცეში დაბრუნდესო ცხინვალის და მოსკოვიცო. თუ დალაპარაკები ხართ ამ თემაზე გორბაჩოვს და საერთოდ აი ეს პერსპექტივა მართლა რუსეთს სახე შეუნარჩუნებდა და აი ამ იდიოტური ჩიხიდან გამოძვრებოდა. რატო ვერ ამუშავდა ეს იდეა? გორბაჩოვთან არ ვილაპარაკია. დიდი ხანი არ ვილაპარაკია, მაგრამ მისი გამონათქვამი ვიცი. ისე რო ვიფიქროს კაცმა კონფედერაციაში ცუდი რა არის. არა, ჩვენც ახლა ესეც ხსნა, მოქალაქე იქნება დაცული. მოქალაქე იქნება დაცული. გარკვეული დამოუკიდებლობა იქნება აფხაზეთს და სამხრეთოსა და კონდა თავიანთი დრო შეგაზოდა გერბით და იგო სადაც უნდათ. ამ იდეას განხილვა უნდა, ძალიან სერიოზული განხილვა საჭირო. ეგება თქვენ გასულიყავით კონტაქტზე გორბაჩოვთან. მაგის ინიციატივა იყო შაშა სექტემბერში. აი განვითარება ვერ პოვან. რუსეთმა არც მედვედევმა, არც პუტინმა არავინ ყურადღება არ მიაქცია. იმიტომ მაგას შეუიათა ჯერჯერობით ფლობდნენ აფხაზეთს, სამხრეთოსეთს და მე რა იქნება ალბათ მომავალში. ნუ ხო შეხვდნენ აგერ ამ იმას ობამასა და ხო გაირკვა და დაილექა. ეგება ეხლა აი თქვენ გამოგეჩინათ მეთქი ინიციატივა და თქვენ ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა უზარმაზარ იმპერიისა დალაპარაკებოდეთ უზარმაზარ იმპერიის პრეზიდენტს გორბაჩოვს და ეგება ეს ინიციატივა ხელახლა გაგეღვივებინათ მასთან ერთად. პრობლემა დათო არ არის. დალაპარაკება პრობლემა არ არის, მაგრამ უნდა ქონდეს გარანტია თვითონ ქვეყანაში აქ კონფედერაცია უნდა ქართლობას. სწავლენ ამაზე ყველანი დამეწუნეთ, ოღონდ რაღაცა საერთო სივრცეში ვიყო და ყველა მოქალაქე სოხუმში ქართველი დაცული იყოს, ცხინვალში, ჯავაში და დავთმოთ ყველაფერი, ოღონდ ქართველი ადამიანი არ დაიჩაგროს ქართველობისაგან. ეს იქნება კონფედერაციაში გარანტიას ისინიც მიიღებენ, ჩვენც მივიღებთ. ეგება გადაგედგათ. აი ნახოთ გადაცემის შემდეგ რა იქნება, როგორი რეაქცია იქნება. ეხლა მე არც პრეზიდენტი ვარ და ძალიან დიდი ავტორიტეტი გაქვს, ძალიან დიდი გავლენა გაქვს სოფლიოში და გორბაჩოვი თუ კი ისტორიაში რაღაცა დოზი დარჩება, ის თქვენთან ერთად დარჩება. არა ნაკლები ესე ვთქვათ იმიჯი თქვენ შეუქმნით მაგ ადამიანს. ნობელის პრემიაზე როცა გაავიდა ის თქვენი დამსახურებას არის კონფედერაციის პერსპექტივაზე. ვიკამათოთ, ვისაუბროთ და დაიწყეთ. ვისაუბროთ. მე თან ხوار გამოახონოთ პრესაში რაც თქვით. და დაუეკეთ გორბაჩოვს. განხილვა მოსახლეობა. მოდი თქვენ გორბაჩოვს მაინც დაუკავშირდით, ზონდაჟი გააკეთეთ, რომ თქვენ იდეაზე ვფიქრობთ, ერთი წელი არის, ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ამ იდეას პერსპექტივა აქვს თქო და ეგება რაღაც განხილვისთვის რაიმე კონფერენცია მოგვეწყოთ თქო. ძალიან კარგი იდეა იქნება და ხო ეს კაციც ასაკში არის, უნდა მასაც რაღაცა სიკეთით დაისრულოს თავის ბიოგრაფია. თქვენგან ეს ინიციატივა მე მგონი მასთანაც გააღვიებს რაღაცას და იფიქრებს. რომ ხوار დაგვეწყო რაღაც სერიოზული საერთაშორისო განხილვაა. იფიქრებს, არ შეიძლება რომ არ იფიქროს. ეს სხვა შორის ვაპირებდი მოსკოვში წიგნი უნდა გამოვიდეს ჩემი. ვაპირებდი ჩასვლას. კარგი აზრია, კარგი იდეაა, გენიალური იდეაა. მაგრამ ბევრი რაღაცა არის, რაც ხელს მიშლის. ძალიან ბევრი რაღაცაა. მე არ ვიცი როგორია მედვედევის აზრი, პუტინი როგორია აჭკუაზია ახლა. გორბაჩოვი რა არის? გორბაჩოვი არის ერთი ორგანიზაციის ხელმძღვანელი. მაგრამ ეს ლოკომოტივი იქნება ამ იდეის. ამ იდეას თქვენს თუ აყვევთ? ვინ აყვა მითხარი? არა. მედვედევი აყვა, პუტინი აყვა. ისინი ჩეხში არიან ახლა ბატონო. მაგარ ჩეხში არიან. მედვედევი ბაზდება, მაბადია ამ ჟარგონისთვის. უპერსპექტივა ადამიანი ხდება, თუ კი ესეთ აგრესიულ გზას გააგზავნებს. მათაც სჭირდება დამოხრუჭება. ეგება თქვენ გადაგედგათ ნაბიჯი და ღია კონტაქტზე გადაგიხოთ. ვიფიქროთ, შენც ვიფიქრე დათო, მეც ვიფიქრე. სერიოზულად ვფიქრობ ამაზე და მიხარია რომ ჩვენი სტუმარი ხართ. იმ წიგნის პრეზენტაციაზე აუცილებლადაც უნდა წახვიდეთ.
აი ძალიან დიდი ამალით უნდა წახვიდეთ. აი შვილებიც წაიყვანეთ, შვილიშვილები, ჟურნალისტებიც წაიყვანეთ და თქვენ ფაქტორი ხართ, ბატონო ედუარდ. თქვენ ისტორიული ფაქტორი ხართ რუსებისთვის. აი ელემენტარულად ავღანეთი თქვენ დაუმთავრეთ რუსეთს. ეს რატო ავიწყდებათ მაგ უცნაურ ხალხს? ავღანეთ ხო თქვენ დაამთავრეთ. ავღანეთიდან ჯარის გამოყონა ჩემი ნამდვილად ჩემი დამსახურება. ინიციატივა ვიცი ეს. მთელი 4 წელი გრძელდებოდა. როცა გარბაჩოვთან დაუძახეთ კარმალს, ნაჯიბულა და სხვებს. ნაჯიბულა როგორ დახვრიტეს? დახვრიტეს აბა ჩამოახვრეს. ხო ჩამოახვრეს. ხო. თქვენ გონ 11 წელი იყავით ქაბულში. 11 წელი იყავით ქაბულში მგონი არა ჩაფრენილი. ძალიან ბევრი 12 ჯერ. ძალიან ბევრი ჯერი არეთ, მაშინ თქვენს გარდა ვერ გაუძლებდა იმპრეს ვერავინ. სხვა შორის, აი ემზარ ხვიჩია, ძალიან საინტერესო ორიგინალური ადამიანი არის. ის წერს რომ აი ედუარდ შევარდნაძესა რომ აქტიურაა 86-ში, 87-ში და შესულიყო პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში საბჭოთა ჯარებიო, საერთოდ გეოპოლიტიკური ღერძი შეიცვლებოდაო. არა ეგრე. უნდა გეაქტიურა. არა ეგრე. მე იმის ინამდვილიც ვიყავ რომ ჩვენ ავღანეთში არ უნდა შევსულიყო. ეს თავისთავად შეცდომაა. სამი კაცი, სამმა მიცახმა მე და გარბაჩოვი ვისვენებდით ბიჭვინთაში და იქ გავიგეთ გაზეთიდან. თქვენ არიცოდით? არიცოდით. 80 რომ ომი მე კანდიდატი ვიყავი პოლიტბიუროს. გარბაჩოვი იყო ცეკალდივანი და პოლიტბიუროს წევრი. და ცეკალდივანმაც არიცოდა. არიცოდა არა. გორბაჩოვი არიცოდა. სამმა თუ 80 კაცმა მიცახმა. 80 წელს იყო ესა ზაფხულში. ანდროპოვის, უსტინოვი და კიდევ ვიღაცის ინიციატივა შევიდეთ ინფორმაცია ჰქონდათ რომ მარტო შემოსვლაა საჭირო მეტი არაფერი. ეს სულელები და ჭაობში 4 წელი გაგრძელდა 10,000 ადამიანი დაიღუპა და მე რა ყოფილიყავი კიდე ომი გაგრძელდება 1-4 წელი. არა თქვენ მართლა დიდისა ავღანეთში ძეგლი უნდა დაგიდგან თქვენ მე თუ მკითხავთ რა მართლა ძეგლი უნდა დაგიდგან. ბატონო ედუარდ აი მე ვფიქრობ რომ ნებისმიერი ადამიანის რესურსი მაქსიმალურად უნდა იხარჯებოდეს ქვეყნისათვის. იგივე ეს ახლა ერისთავზე რომ დაიწერა ეს არის ცნობილი და საინტერესო ეპიზოდი საქართველოს ისტორიაში. კაცი ბერად იყო შემდგარი და დაშირდა ქვეყანას და აბჯარი აისხა. არა ხარ თქვენ ესე ვთქვათ სცენის მიღმა გასული ფიგურა. მე ვფიქრობ რომ რაღაცა სამშვიდობო ინიციატივებით აი თქვენაირი ადამიანი 2-3 კაცი თუ მსოფლიოში შემორჩა თქვენი გავლენის და თქვენი რენომესი რაღაცა მოგეფიქრებინათ. აი ამ რაღაცა დიდი და რაღაცა გრანდიოზული სამშვიდობო რადგანია შენ ფიქრობ და მე არ ვფიქრობ. მე ვიცი რომ ფიქრობ და მინდა რომ დააჩქაროთ ეს პროცესი. დრო გარბით ცოდვა ეს ხალხი ახლა მანქანით მოვდიოდი რაც მე იქ წეროვანში ნახე გული მომედურება ხაშინელება გეტო არა რაღაც აი ვინ მოიფიქრა ესე დაწყობა და დალაგება ამ ხალხისა რაღაც 26,000 რატო შევედით რა ხილვაში რატო შევედით აი ეს ის მიპასუხა რატო შევედით როგორც ერთმა ბედოვლათმა თქვა კონსტიტუციური წყობის აღსადგენად იაქვნა ახლა მე მართლა არ ველოდი მაშინ ამ სისულელეს. ბატონო ედუარდ გამოიჩინეთ რაღაც თავი დროზე ზვიადის დროს შევიდნენ და მაშინაც გამოამგზავრეს. აი შეცდომა იყო მაშინ პოლიციაში. მაშინაც შეცდომა იყო და ეხლა შეცდომა იყო. და გვეყიდა ეს 5-6 კრეტინი იქა და საერთოდ არ მოხდებოდა არაფერი. ყოველ შემთხვევაში ბატონო ედუარდ პერსპექტივა უნდა გქონდეს ჩვენს მომავალს. ისე დაცია დაიკუპება. ხელისუფლება რაღაცა რუტინაშია უცნაურში ტყავისა და სკამის გადაჩენას აკლავენ თავს. უნდა არსებობდნენ ერში მამები, ადამიანები, ვინც ფიქრობენ ერის მომავალზე. არ ვიცი, ეგება აი მე ხო არ ვფიქრობ რომ გაქეზებდეთ, მაგრამ როდესაც ჩვენი უწმიდესი მოსკოვში იყო იმ ალექსი მეორის გარდაცვალებაზე იქაური პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის გვერდით დასვეს. აშკარად უნდათ რუსებს რაღაცა ნაბიჯი ცნობილი ქართველისაგან, რომ მათ სახის შენარჩუნება უნდა და მე მგონი პრობლემის დასრულება. მე გეტყვი დათო. დიახ. უწმინდესი რა შეიძლება იშვიათად უნდა ჩავდიოთ პოლიტიკაში. ეთანხმებით არა 2000 ეს ფიქრობ მაგას მე. კი, მაშინ მოილაპარაკეს. კი, რაღაცებზე და კარგი იყო ეს. მაგრამ ეხლა გუშინ წავიკითხე რუსეთის ეკლესიამ აღიარა
აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობა. დაიჯეროთ ეს პროპაგანდა, არ მგონია რომ ეს რეალურად ნაბიჯები გადაიდგას. წერია და ჩემი თვალმა მე წავიკითხე, მაგრამ ვერ გაბედავენ. მე სერიოზული ვისაა, გამჟელობისაგან ესე უცბად არ შეიძლება რომ გადასწროს. არის ყოველ შემთხვევაში ბოლოდურად თქვენი აზრი გითხარით მაშინ, აი როგორი პერსპექტივა აქვს ჩვენს ურთიერთობას ხირვალთანაც, სოხუმთანაც, მოსკოვთანაც? მე მგონი ჩემი შეხედულებით